ახლა მე გურიაში ვარ კვე ერკეთში ესე ვთქვათ ძალიან დიდებული ადგილია მართლა დიდებული ადგილია და სკოლებია შეხედეთ რა სილამაზეა აი ქვემოთ ჩემი სახლი მოჩანს იქ მეზობლის სახლი ქვემოთ იანეულია დაბლა ციხე აქეთკენ ჩოხატაური აქ შუბანი კოხი ზემოთ მონჭიკეთი მაგრამ აი რო ნახოთ ძირითადად სახლები დაცარიელებული ყველაფერი გული გეტკინება საერთოდ რატო ხდება ასე საერთოდ უცხოელებმა ესეთი რაღაცა თქვეს რომ მეო ვერ გაგვიგიაო ჩვენო სადაცო საკურორტო ადგილიაო იქო სასაფლაოს აკეთებთო და სადაც ესე იგი უნდა იყოს სასაფლაო იქო სახლებს დგამთო სადღაც ახლა რომ დავფიქრდეთ სიმართლეა ხა სიმართლის მარცვალი ნამდვილად აქ არის და დევს კიდევაც მაგრამ აი ხა მთიან ადგილებში ხა მართლა 64-ია და რა ბუნება უბრალოდ მე რომ ლაპარაკობდი აი შეხედეთ აი გადახედეთ აი ეს არის სახლი ხო და სულ ტყე არის აი აბსოლუტურად სულ ტყეში ვარ ტყეში აი ნახეთ აი სულ ტყე არის აბსოლუტურად და ამ ტყეში აი სადღაც 701 კილომეტრის მოშორებით არის სამეზობლო მაგრამ საქმე იმაშია რომ მე უკვე აღარც მეზობელი აღარ მყავს აი დაშორდნენ ისინი საფხულობით თუ ჩამოვლენ მაგრამ აი ნელ-ნელა უკვე ხდება მიტოვება ამ ყველაფრის ეს ძალიან ცუდი ადრე მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ რომ ჩამოვდიოდი უცებ მეზობელი შემოვიდოდა კალათას ჩამიწობდა ჭაატებს ყველს ვინოს რაღაცას მოკლედ ფხალს ეკალას ფხალს და უხაროდა რომ ჩემი ემრო შუქს ავანთებდი გავაბძრიალებდი ან ჩემი საკომოდიდან პოლი გამოდიოდა დღესაც აღარ არის ხალხმა დაცარიელდა ეს ყველაფერი და ძალიან გული მტკივა აი ძალიან ვერ ვიტყვი აი სიტყვებიც არ მყოფ ზინდად გული მტკივა ამ ყველაფერზე არ ვიცი რაღაცა სახელმწიფომაც უნდა ძალიან უნდა იფიქროს урбанизация საზიზღარი პროცესია. მთელი საქართველო არის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, დამთავრდა. ხალხო ეს არ არის. საქართველო მარტო ქალაქები არ არის, სოფლებია მთავარი. სოფელში და სოფლის კომლი ესე ვთქვათ, უნდა იყოს სოფელში. ის არ უნდა იყოს ქალაქში. ქალაქელი უნდა იყოს ქალაქში, სოფლელი სოფელში და ასე გაძლიერდება საქართველო. საქართველო აგრარული ქვეყანაა. ჩვენ გვჭირდება ძალიან მეტი შრომა. ეხლა სოფელი რო მოძლიერდება, ქალაქიც გაძლიერდება ხალხო. ეკონომიკაც გაძლიერდება. ეს ყველაფერი ამაზე უნდა იფიქროს, იზრუნოს სახელმწიფო. აუცილებლად ამისთვის არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. აუცილებელია ესა. მაშინ განადგურდები და მარტო თბილისი და დანარჩენი მიწებს მოვლენ არაბები, იყიდიან. სხვა არჯულის ხალხი და რომელ აფხაზეთი და ოსეთის დაბრუნებაზეა საუბარი, როდესაც ჩვენს მიწა-წყალს კარგავთ ფაქტიურად. კარგავთ აი ჩვენი ესე იგი მიტოვებით, ჩვენი წარმიდამოების მიტოვები და შემდეგ. მე პირადად აი არ მქონია მე ერკეთში. არც წინაპრებისგან არაფერი არ მქონია, ჩვენი წარმომავლობით ნაბეღლავი დანავართ ჩვენ, მაგრამ არც იქ არა გვაქვს ჩვენ არაფერი. ნუ ისე მოხდა რომ ბაბუაჩემმა თავის ძმას დაუტოვა და მორჩა. მაგრამ ერკეთში მე ჩემი სურვილით ვიყიდე, იმიტომ რომ მე გურია მიყვარს, იმიტომ რომ მე გიждები ამ ადგილებში